გაუმარჯოს კაი ხალხს. ესე იგი დღეს მე გასწავლით თუ როგორ ვითამაშოთ BMG Drive ტელეფონიდან. დღეს სტრიმზე ბევრმა იკითხა თუ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ახლა ამ ვიდეოში გასწავლით რა. პირველ რიგში ჩართავთ Steam-ს, შემდეგ მაღლა მარცხენა კუთხეში Settings-ს დააწვევით. გადახვალთ აქ. მე უნდა ჩამოწიოთ დაბლა Remote Play და ეს ჩართავთ. ამის შემდეგ ჩაწერთ აქ BMG Drive-ს. ფასდაკლებით არის თან. იყიდით ამ თამაშს და ჩაიწერთ რა. თამაში რომ ჩაიწერთ, გახსნით App Store-ს ან Play Store-ს და ჩაწერთ Steam Links. ეს პირველი აპლიკაცია არის და ჩაიწერთ ამას რა. აპლიკაცია რომ გაიხსნება, დააწვევით ამას. ამის შემდეგ ამოვარდება კომპიუტერი, რომელიც თქვენ ინტერნეტზე არის დაკავშირებული, დააწვევით ამას და კოდს გიჩვენებთ. ეს კოდი უნდა ჩაწეროთ Steam-ზე. ჩაწერის შემდეგ შეიძლება პინი მოგთხოვოთ, თუ გაქვთ დაყენებული Steam-ში. მე მაქვს დაყენებული და მე მთხოვს, ამიტომ ჩავწერ. ამის შემდეგ კი დაიწყებთ დაკავშირებას. რომ მორჩება დაკავშირებას, დააწვევით OK-ს. და აქ იჩვენებს Start Playing-ს. Start Playing-ს რო დააწვევით, ისევ პინს მოგთხოვთ, თუ გიყენიათ. და ამის შემდეგ დაკავშირდება. მერე დააწვევით თამაშს, BMG Drive-ს მაგალითად. Play და ახლა შევაშინით. რომ შევა, აქედანო შეგიძლიათ ჩვეულებრივად რომ აკონტროლოთ ყველაფერი. დააწვევით Free Roams. როგორც ხედავთ, შევედი თამაში, ჩვეულებრივად ვატარებ მანქანას. სამწუხაროდ კონტროლები არ ჩანს ეკრანზე, მაგრამ ვისაც შეცვლა გინდათ კონტროლების, მაღლა მარცხენა კუთხეში ამას დააწვევით. და შემდეგ Layout Controls აქ. და აქედან შეცვლით სულ ყველა კონტროლის ღილაკს. ბარემ 1.360-ს გავაკეთებ თუ გავმივა. ცუდი არ იყო რა. ამას რა გააკეთებს. სიო მეგობრებო, თუ ეს ვიდეო დაგეხმარათ ამ თამაშის ჩაწერაში, არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი რა. აბა მაგრად.